სამშვიდობისა პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. ჩვენ დღეს ხორცელ ყოფიერებაზე არ ვისაუბრებთ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ სულიერ ყოფიერებაზე. წმინდა პანტელეიმონის, წმინდა მკურნალი პანტელეიმონის ტაძრის მოძღვართან, მამა გიორგი ჩაჩავასთან. გესალმებით, მამა გიორგი, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. და მართლაც მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის და რა თქმა უნდა ჩვენ საყვარელ მაყურებელს რომელთანაც ჩვენ აი ამ ობიექტივის მეშვეობით უკვე დიდი ხანია ვეკონტაქტებით კიდე ერთხელ მინდა გამოვხატოთ ჩემი დიდი სიხარული რომ ჩვენ დღეს ისევ შეგვიძლია შევხვდეთ ვისაუბროთ ჩვენთვის საინტერესო თემებზე და ერთად გავიზარდოთ ჩვენ ქრისტიანულ მსოფლმხედველობაში. დიდი მადლობა და მართლაც აი სიკვდილ სიცოცხლის და რაც მთავარია, მინდა სულ ყველას უთხრა, ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. დიახ. მამა გიორგი, ერთადერთი ლოცვა, რომელიც უფალმა დაგვიტოვა, ეს არის მამაო ჩვენო და ეს არის ყველა ქრისტიანისთვის უდიდესი ლოცვა, არა და ძალიან ღრმა შინაარსიანი. და აი სიტყვები დამომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთან მათ ჩვენთან ეს არის საოცარი სიტყვები ანუ ჩვენი ის რომ ჩვენ მოგვეტევოს ჩვენ უნდა ვიყოთ მიმტევებლები და ეს ძალიან რთულია მას ვეხვეწები უფალს რომ ამის უნარი მომეცი მეთქი აი პრინციპში დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ამ თემაზე და ეს ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს აი მიტევება მესმის მაგრამ ჯერ ერთი უნდა ვიყოთ გულწრფელი იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ყველა მოვატყუოთ საკუთარი თავიც კი მაგრამ უფალს ვერ მოვატყუებთ რამდენად გულწრფელები ვართ თქო და აი მითხარით სად გადის ეს წითელი ზღვარი მე შემიძლია მიუტევო მაგალითად საქვეყნო ბოროტების ჩამდენ ადამიანებს ანდა ვინც ამდენი უდანაშაულო ადამიანი ფუჩაში მოკლეს თუნდაც დამნაშავე რომელსაც უდათ ეკცევი აი მე მაქვს იმისი უფლება რომ იმ დედის მაგივრად მიუტევო მაგალითად აი რეჟიმი ხო სააკაშვილის რეჟიმი მართალია ყოველთვის ლოცულობ რომ ყველა პატიმარს დაეხმაროს უფალი მაგრამ და მიმაჩნია რომ დამნაშავე პატიმრის მიმართ უნდა დაიცვა მისი უფლებები თორე თუ დაარღვევ მის უფლებებს მე უდანაშაულოს უფლებებსაც დაარღვევ მაგრამ ნახეთ რაშია მიტევება არ შემიძლია მიუტევო აი ციხის კადრებში რაც ნახეთ მაქვს კი მე იმისი უფლება რომ ამდენი ადამიანი გამწარდა და მე მივუტევო და ვერც ვუტევებ სამწუხაროდ. ანდა აი ძალიან საინტერესოა ეს თემა და ბევრს აწუხებს. სად გადის აი რისი მიტევება შეგვიძლია, რამდენად გულწრფელები ვიქნებით. აი რაშია საქმე იქნებ აგვიხსნა. რაშია საქმე იცით, ნუ საერთოდ თვითონ დანაშაული არის ძალიან ბევრი ტიპის დანაშაული არსებობს. და აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველი კონკრეტული შემთხვევა კონკრეტულად უნდა განვიხილოთ. ანუ ეს არ არის ის შემთხვევა, სადაც ჩვენ შეგვიძლია გამზადებული რეცეპტი გამოვწეროთ და ვთქვათ, რომ აი ყოველთვის აი ამის ინდივიდუალურია ეს. ხო, ინდივიდუალური მოვლენა არის, გააჩნია. ნუ ჩვენ თუ ზოგადად ავიღოთ მიტევება, გინდა საყოფაცხოვრებო დონეზე. დიახ. რას ნიშნავს მიტევება? მიტევება ეს ნიშნავს იმას, რომ მე ადამიანს ვაპატიე და მას აქტიურად არვდევნი და რაღაც აქტიურ ღონისძიებებს მის წინააღმდეგ არ ვატარებ. ეს უკვე არის რომ ჩვენ მიუტევეთ მას. მაგრამ არსებობს მეორე სტადია. თუ იმ პიროვნებამ, ვინც ჩაიდინა დანაშაული, თუ მან მიხვდა, თუ მან მოვიდა ახსნა განმარტებით რატო მოვიდა რანაირად მოვიდა ბოდიში მოიხადა მოინანია და რაც მთავარია პირობა მოგცა რომ მეტი მსგავსი რაღაც არ გამეორდება აი უკვე მაშინ რა თქმა უნდა მიტევების სრული ფაზა მოდის მაგრამ იქაც უნდა ჩვენ ნახოთ უყუროთ მართლაც რაც თქვა მართლაც შეასრულებს ასე თუ არა მაგრამ ისე ვამბობ თუ ჩვენ მის მიმართ აი წარმოვიდგინოთ დაუშვათ აი ესეთი ცოტა ასეთი უხეში შედარება შეიძლება მოვიტანოთ დაუშვათ ვიღაცის ოჯახში შემოვიდა ვიღაცა ადამიანი და უცბად ადგა და იქ რაღაცა
ნარკოტიკული წამალი გაიგეთა. ხო? წარმოგიდგენთ, როგორი შეურაცხყოფა არის ნორმალური ოჯახისთვის, ხო? ეხლა თქვენი ქმედებები. ანუ თქვენ მიუტევეთ, ანუ მიტევება რას ნიშნავს, რომ შენ არ გამოიძახეთ პატრული, არ დააჭერინეთ ეს ადამიანი, არ გალახეთ ეს ადამიანი და კიბეებზე არ დააგორეთ. მაგრამ რა თქმა უნდა, აი ეს უკვე თქვენ მიუტევეთ მას. მაგრამ ის რომ თქვენი ოჯახის კარები სამუდამოდ ამ პიროვნებისთვის უკვე იქნება დაკეტილი, ეს აქსიომაა. ეს სრულიად ნორმალურია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მას არ მიუტევეთ. კი, თქვენ მას მიუტევეთ. მაგრამ შეიძლება მოყვეს მიტევების უკვე მეორე სტადია, თუ მან მიხვდა, რამდენიმე დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წინააღმდეგ სტუმარი და სხვა დროს მოვიდა ძალიან დიდი ბოდიშებით, ძალიან დიდი ახსნა განმარტებით და ძალიან დიდი დაპირებით, რომ მსგავსი რაღაცა არასდროს აღარ გამეორდება და საერთოდ ის დაანებებს თავს ნარკოტიკულ საშუალებების მიღებას და ამ შემთხვევაში მოდის უკვე მიტევების მეორე შემდგომი სტადია. მაგრამ ისე ვიმეორებ, თუ თქვენ პატრული არ გამოიძახეთ და ეს ადამიანი კიბეებზე არ დააგორეთ, ხო? არ გალახეთ. ეს უკვე არის სრულყოფილი მიტევება. აი მოვიდა და გულწრფელად მოინანია დაუშვათ და ნუ აგვიხსნა და თქვა რომ მეორედ ესეთი რაღაცა აღარ განმეორდება. აქ არის კიდევ აი როგორი იცით აი ნდობა. აი ნდობა მაგალითად თუ მიუტევე, მაშინ უნდა ვენდო თუ არა, იმიტომ რომ აი შეიძლება ეხა ბოროტმოქმედს არაპატიო არ შეუნდო, მაგრამ ხო ხდება აი ახლობელმა გიღალატა, მიუტევე, არ გინდა იმისთვის ცუდი, მაგრამ ის შენთვის აღარ არსებობს, ვეღარ ენდობი, მაშინ ეს მიტევებაა? აიცით როგორ არის? არის ერთი კაი გამონათქვამი, მაგრამ სამწუხაროდ მე რუსულად ვიცი ეს გამონათქვამი და თქვა დავირიაი, ნო პრავირიაი. ხო, მაგრამ მიტევება რამდენად არის ვაპატიე, მაგრამ აღარ მინდა ურთიერთობა, ვეღარ მაგრამ ჩვენ მიუტევეთ, მაგრამ ის უკვე იქნება დამატებითი მონიტორინგის ქვეშ თქვენი მხრიდან, რომ მსგავსი რაღაცა რომ აღარ გაიმეოროს. ხო, აი ეს არის. მაგრამ ძირითადი მიტევება უკვე მთავრდება იქ, როცა თქვენ აქტიურ ღონისძიებებს მის წინააღმდეგ არ ატარებ. და კიდევ ერთი რამ, არსებობს მხილება და არსებობს განკითხვა. აი ამისი გამიჯვნაც ჩვენთვის უბრალო მოკვდავებისთვის, ჩვენ არა გვაქვს სათანადო განათლება როგორც თქვენ, ესეც ჩემთვის პირადად, აი ესეც მხილება, თუ განკითხვა, თუ ვამხელ, ანუ განვიკითხავ, ხო და არა და განკითხვა არ შეიძლება. საეკლესიო ლიტერატურაში არის ასეთი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი გამონათქვამი. და რომელიც ჩვენ ვღებულობთ. მხილება არის გზა ცხონებისა. და იქ პირდაპირ მოციქულთა კანონში რომ შენ ამხილეო შენი ძმაო, თუ არ გაიგონა, მოდი და რამდენიმესთან თანდასწრებით ამხილე. თუ მე მაინც არ დაგიჯერე, მე შენთვის წარმართივით იყოს. ანუ რა ხდება აქ? მხილება ეს აუცილებელი ფაქტორი არის, იმიტომ რომ იცით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აღმოჩნდეს რაღაცა არასწორ გზაზე, გადაუხვიოს არასწორ გზაზე, ხო? ამისგან არავინ არ ვარ დაზღვეული და თუ მე მოვედი და სიყვარულით აუხსენ, იცი რა გენაცვალი, იცი აი შენ კაი ადამიანი ხარ, რამდენი წელიწადი გიცნობ კაი ადამიანად, მაგრამ ეხლა შენ რაღაცა სწორი გზიდან გადაუხვიე და მოდი რა აი ნუ გააკეთებ ამას, იმიტომ რომ ეს არის ცუდი. და აი დაუშვათ ადამიანი ცნობილია ძალიან ისეთი საზოგადოებაში ცნობილი ადამიანები იყვნენ, დამსახურებული ადამიანები, რომლებმაც დაიწყეს კაზინოში თამაში, გაფლანგეს მთელი თავისი ქონება, პრაქტიკულად ქუჩაში დარჩენ და რაღაცა და მომენტში რომ ვიღაცა მივიდეს და უთხრას რომ დაანებე ამ სისულელეებს დავი, ხო? ეს არის ძალიან ნორმალური, მაგრამ ეს უნდა მოხდეს სიყვარული და არა ისეთი რაღაცა აი ნიშნის მოგებით. აი მე მაგალითად ძალიან ხშირად ვამხელ ხელისუფლებას და აი ნეოტროცკისტული დაჯგუფება, რომელიც იყო ადრე ხელისუფლებაში. აი ეს რა არის ჩემი მხრიდან? მე სიხარულით არ ვაკეთებ ამას, პირიქით გული მწყდება, მაგრამ ხო ვამხელ. ანუ არის თუ არა ეს განკითხვა? იცით რა შესაძლოა? ეს არ არის განკითხვა, იმიტომ რომ მასმედია არის ერთ-ერთი მთავარი მაკონტროლებელი ხელისუფლების. ყველა დემოკრატიულ
სახელმწიფოში და ღმერთს მარქნას რომ ქვეყანაში არ იყოს მასმედია რომელიც დაუშვათ იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს იცით გონია საკუთარი თავი რომ ის ყველაფერს აკეთებს იდეალურად მშვენივრად აკეთებს და ამისთვის უნდა იყოს ადამიანები რომელიც ოღონდ ეს ფრხილება უნდა იყოს კონსტრუქციული ფაქტებზე დამყარებული რეალურ ფაქტებზე რაღაც მასალებზე რაღაცა მტკიცებულებებზე შეიძლება იცით რა მოხდეს აქ კიდე არსებობს სხვადასხვა მიდგომები ერთ და იგივე საკითხის მიმართ ანუ შეიძლება რაღაცა ადამიან იყოს რაღაც დასახული რაღაცა მიზნები მაგრამ ეს მიზნები სტრატეგიული მიზნები ტაქტიკურად სხვადასხვა იყოს შერჩეული მეთოდიკა როგორ უნდა მივახციოთ და დავუშვათ თუ მე ვთვლი რომ ის ქვეყნის მიერ დასახული სტრატეგიული მიზნები არასწორი ტაქტიკური მეთოდებით ხდება რა თქმა უნდა მე მაქვს უფლება რომ თქვა იცით რა აი ამ მეთოდით თქვენ ამას ვერ მიაღწევთ. ეს უფლება კი არა ჩვენი მოვალეობაა. კი, მოვალეობა, რა თქმა უნდა, იმიტომ ვალდებულება. და რაც ვთავაზობ ჩვენ და გვესმოდეს რომ ეს ქვეყანა არის მოდით პირობითად რომ ვთქვათ ჩვენი ქვეყანა ეს არის როგორც სააქციო საზოგადოება. და ჩვენ ყველა მოქალაქეს ხელში გვიჭირავს ერთი აქცია აი ამ ქვეყნის. და ჩვენ ვართ ყველანი აქციონერები. ყველას გვაქვს მხოლოდ ერთი აქცია. და ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ხმა, ჩვენ გვაქვს უფლება, მთავარი ეს არ უნდა იყოს რაღაცნაირად აი ესეთი როგორ მგელი, ხო იცით ცნობილი იგავი ეს არ უნდა იყოს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ყოველთვის, იცით, მოდით ასე ვთქვა. ეს რუსებს აქვთ, один человек, один голос. ხო, ეხლა რა ხდება? აი წარმოვიდგინოთ გემი, ხო? გემი თითქოს მოდის ზღვაში. არავინ არ გიშლის ხელს. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ხო შეიძლება ერთი 100 კილომეტრი გაირო რომ არავინ არ შეხვდეს მაგრამ დავუშვათ გემმა აიღოს სწორი კურსი თქვენ რა გონიათ ის შტურვალთან სულ მუდმივად ყოველწამიერად დგას ვიღაცა რომელიც ამ შტურვალს ნელ-ნელა კომპასის მიხედვით ასწორებს რატომ იმიტომ რომ რაც არ უნდა შენ სწორი გეზი აიღო წყალქვეშა დინებები ძალიან მალე იმ გემს შეუცვლიან მიმართულებას და შეიძლება თუ შენ მუდმივად არ გასწორდი სპეციალურ ახლა უკვე ნავიგაცია არის ადრე კომპასი იყო ახლა ნავიგაციას თუ არ გაუსწორდი ძალიან მალე ის შენი გემი სულ სხვა შეიძლება ერთ ქვეყანაში გაცურდე და სულ სხვაგან აღმოჩნდე აი ასე არის და ჩვენი ცხოვრებაც ასე არის მე პირადად როგორც პიროვნებას ყოველდღიურად ჭირდება ჩემ თავზე მუშაობა იმისთვის რომ მე რაღაცა გეზიდან არ გადაუხვიო მე საერთოდ ქრისტიან ადამიანს ვაბარებ ბალერინასთან ხო იცით ბალერინა უნდა დღეში 8 საათი იმუშაოს დაზგასთან რომ იყოს ფორმაში აი ქრისტიანი ადამიანს დღეში 8 საათი უნდა იყო შენი თავის ფრხილებაში განხილვაში და კრიტიკულ განხილვაში ხო მე როცა ადამიანი მოვა ჩემთან და მე მას რაც გინდა კარგად შევხვდე, რაც გინდა კარგად აუხსნა რაღაცა, რომ წავა, მაინც რჩება რაღაცა უკმაყოფილობის განცდა, რომ მე შეიძლება უფრო უკეთესად ამეხსნა, მეტი დრო დამეთმო მისთვის, უფრო კაი რაღაც არგუმენტები მომეძებნა და ეს ასე არის და ყველამ უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. თუ ჩვენ როგორც კი ადამიანი აღარ მუშაობს საკუთარ თავზე, არა? იცით რას მსგავსება? აი ჩვენ ხშირად ხდებით სასაფლაოზე და მოდით ასე ვთქვათ, აი ხანდახან სასაფლაოზე შეხედა მოიტანეს ყვავილები. დიახ. და ყველა ყვავილი არის ძალიან ლამაზი. გადის რამდენიმე დღე და ჩვენ ხედავთ, რომ ზოგი ყვავილი დაჭკნა და ზოგი ყვავილი ისე რჩება ძალიან ახალი და ლამაზი. და რა შეესაქმე? თურმე ეს არ არის ცოცხალი ყვავილი. და ის არის ცოცხალი ყვავილი. რომელიც ჭკნება. ჭკნება და რატო ჭკნება? იმიტომ როგორც კი ის მოიჭრება, ის კვებავი ისინი რაც მოდის, აღარ ღებულობს, ის არ იკვებება და ის ჭკნება. აი ზუსტად იგივე ემართება ადამიანს, რომელიც
კარგავს ყოველდღიურ კონტაქტს სულიწმინდის მადლთან. საქმე იმაში არის, რომ სულიწმინდის მადლი ეს არის იმდენად აუცილებელი მოვლენა ჩვენ ცხოვრებაში, რომ საკმარისია მე, ესე იგი, ცოტა რაღაცა სიამაყეში, რაღაცა თვით დაჯერებულობაში, რაღაც იმებში გადავიდე, ხშირად გვაქვს. ამ წუთში წყდება კავშირი სულიწმინდის მადლთან და მე როგორც პიროვნება ვჭკნები. ხო, ჩვენ ვართ ცოცხალი ყვავილი ვართ, ჩვენ არ ვართ ხელოვნური ყვავილი. ჩვენ სულ გჭირდება კვება სულიწმინდის მადლით. და საერთოდ სხვათა შორის მე მინდა მოგიყვანოთ სიტყვები წმინდა სერაბიმ სარობელი. აი წმინდა სერაბიმ სარობელი ძალიან მიყვარს, ძალიან ბევრი საინტერესო ისეთი ახსნები აქვს და მაგი საერთოდ მოქმედებდა, როცა უკვე მსოფლიოში შემოვიდა რაღაც უკვე ბურჟუაზიული რაღაც ურთიერთობები და ბიზნესი და ასე შემდეგ და ამასთან შედარებით ძალიან კარგი შედარებები გააკეთა. ჩვენ შეგვიძლია კიდევ ვისაუბროთ, მაგრამ თავარი რა თქვა მან? მან თქვა სერაბიმ სარობელმა თქვა, რომ ერთადერთი სიძულწე, რომელიც არის ძალიან კარგი და ყველანაირად მისაღები და მისასალმებელი არის ეს არის სიძულწე სულიწმინდის მადლის მიმართ. ანუ რაც შენ არ უნდა გქონდეს სულიწმინდის მადლი, ერთადერთი იქ შენ უნდა ამბობდე, რომ ცოტა არის და კიდე მინდა. აი აქ უნდა იყოს საოცრად ძუნწი. აი რამდენიც არ უნდა მოდიოდეს სულიწმინდის მადლი, შენ უნდა იყო დაინტერესებული, რომ მეტი მინდა. და წარმოიდგინეთ ეს უნდა როგორ ის არის და წარმოიდგინეთ რომ ადამიანი საერთოდ სულიწმინდის მადლის ქმედების მიღმა რჩება, ხო? მისი მდგომარეობა. და ამიტომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ისა და თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენ სწორედ ვიცხოვროთ და ჩვენი მოვალეობები სწორედ შევასრულოთ, ჩვენ უნდა გავხდეთ სულიწმინდის მადლის სადგური. აი მოდით თან რა საინტერესო არის, აი მოდით ვთქვათ ეს სულიწმინდის მადლის მოწვევის ლოცვა ეს არის მეუფეო ზეცათაო. ნუგეშინის სცენა. ხო, სულო ჭეშმარიტებისა, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენით. ანუ ჩვენ რას ხედავთ, რომ სულიწმინდის მადლი აღავსებს ყველაფერს, იმიტომაც არის სიცოცხლე. საკმარისია არ მოვიდეს და საუნჯო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო. აი იმ მხოლოდ სულიწმინდის მადლი შეუძლია რომ სიცოცხლე მოგვანიჭოს ჩვენ. მოვეთ და დაემკვიდრეთ ჩვენ შორის. ანუ ხშირად იცით ძალიან ბევრი ლოცვანი არის თავის დროზე იყო 90-იან წლებში გამოსული, დავემკვიდრეთ ჩვენ შორის, გამოტოვებული იყო. მოვეთ ჩვენ შორის და წმინდაგან შეყოლისაგან ბიძისა. ამროს ეს არის თუ თქვენ ნახავთ ასეთ ლოცვას, ეგ არასწორი ლოცვაა. მოვეთ და დაემკვიდრე. ანუ შეიძლება რაღაცა მოვიდეს და წავიდეს. მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ის სამუდამოდ დაემკვიდროს ჩვენში. და როცა ის სულიწმინდის მადლი იმკვიდრებს ჩვენში, ხო? მაშინ ჩვენ მაინც ჩვენ შეგვიძლია შეცდომები დაუშვათ, მაგრამ ჩვენ მაშინ ღია ვართ კრიტიკისთვის. მე ღია ვარ კრიტიკისთვის და მე იცით ყოველთვის აი ჩვენთან ტაძარში მე ვინც ყველაზე მეტად აი რაღაცა განსხვავებული აზრებით გამოდის, იმ ადამიანს ყველაზე მეტ იმას ვაძლევთ უფლებებს, რომ მან სულ გამოთქვას. გინდათ 9 რაღაც არასწორად რო თქვას, მე-10 შეიძლება თქვას ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც მე შეიძლება ვერ შევამჩნიო. და ამიტომ აი ადამიანი საერთოდ ვინც კრიტიკულად არის განწყობილი, თქვენ იცით მარკ ავრელიუსის ისტორია, გენიალური ისტორია არის. მარკ ავრელიუსმა უკვე სიცოცხლეში დაიმკვიდრა ძალიან დიდი მოაზროვნეს სახელი. და ის რომ ქალაქში გამოდიოდა, ნუ ეს რომაელები მოხიბლულები იყვნენ ამ ადამიანით და ყველა მივარდებოდა და აქებდა როგორი დიადი ხარ, როგორი ისახარ და მარკ ავრელიუსმა სპეციალურად დაიხირავა ადამიანი, რომელსაც დაუნიშნა თვიური ხელფასი და რომელიც მასთან ერთად მოდიოდა უკან და ვინმე მოქალაქე რომ მოვიდოდა და შეაქებდა მას, იმ წუთში ეს ადამიანი მოვიდოდა და ეტყოდა, არ დაუჯერო ამას, შენ ისეთი უარგისი კაცი ხარ, შენ ისეთი უცოდინარი კაცი ხარ, შენ ისეთი ცუდი ადამიანი ხარ და იმ წუთში ასე რომ ვთქვათ, ფსებს მოაჭრიდა და ხიბლში რო არ ჩავარდნილი. ხო, მარკ ავრელიუსს ყავდა დაქირავებული ადამიანი.
სპეციალურად რომ ემხელა ის გამიგეთ და იგივე ჩვენიცით ძველად მეფეებს რომ ჯაბაზები ყავდათ. დიახ. ზუსტად იმისთვის რომ იმ ჯაბას სიმართლე ეთქვა ისეთი სიმართლე ეთქვა მეფისთვის რომელიც სხვა ვერავინ ვერ გაბედავდა. სხვა დაიჯებოდა. დაიჯებოდა და ნეტავე ეხლა დრო შემოვიღოთ ასე რომ ყავდეთ ასეთი ვიღაცა ნუ კომიკოსები ვთქვათ ასე იუმორისტი ვიღაცა რომ ყავდეთ კარის იუმორისტი რომელიც გამოვა და იუმორით ამ ხელს იტყვის რომ ეს რაღაცა აი მამა გიორგი ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი რაც არის არა მხოლოდ ქრისტიანობაში და განსაკუთრებით ქრისტიანობაში არა კაცკლა აი მე ყოველთვის ვფიქრობ ახლა აი ჩემ წინ პატარა ბავშვს ან მოხუცს რომ ვიღაცა აყენებდეს საშინელ ტკივილს ან კლავდეს და მე მქონდეს ან იარაღი ან რაღაცა აგური მე შეიძლება დაუფიქრებლად გადავარჩინო ეს მაგრამ ის მოვკლა აი ამასაც უვეხოწები ღმერთს რომ კაცი არასოდეს არ მოვკლა არ ჩავარდა ეგეთ სიტუაციაში აი მაშინ რა ხდება არა და მე რო არ მომეკლას ჯვარი მწერია მაშინ ის მოკლავდა ამ პატარა ბავშვს ამ მოხუცს აი ამ დროს რა ხდება მე მინდა გითხრათ საერთოდ რომ ჩვენ სახარება უნდა წავიკითხოთ კონტექსტში თუ ან ჩვენ სახარება თლიანობაში ვიცით დიახ ან თუ ჩვენ ნაწყვეტ ვიცით ეს არის დიდი კატასტროფა არა ალბათ თლიანობაში ან თლიანობაში თუ ჩვენ ვიცით ჩვენ მაშინ ამასთან დაკავშირებით არა კაცკლასთან დაკავშირებით ჩვენ გაგვახსენდება ქრისტეს ძალიან ცნობილი გამონათქვამი რომელიც ბევრს არ ახსოვს დიახ ცოდვა იმასზე არის ვინც შესწოდა ვინც მაგრამ ვაი იმას ვისგანაც ცდუნება წამოვიდა ხო არაცდუნოა ეს ხო ანუ მაცდუნებელი ბევრად უფრო დიდად ცოდველად ითვლება ვიდრე ვინც შესწოდა ანუ ის ადამიანი რომ მოდის და თქვენ გაცდუნებთ ეხლა მე მოვიდე და თქვენ თვალთინ დავიწყო თქვენი შვილის წამება ხო ამით მე თქვენ გაცდუნებთ რომ თქვენ მე რაღაცა გამიკეთოთ და შესაბამისად და რაც თავარია კიდე უნდა ათიმცნება სადაც წერია არ გამოსცადო უფალი ღმერთის შენი ანუ რა მაგრამ მე ამავე დროს როგორც უფლის მოთმინება არ უნდა გამოვცადო ამავე დროს ჩემი მოყვასის მოთმინებაც არ უნდა გამოვცადო ეხლა მოვიდე თქვენ თვალწინ დავიწყო თქვენი ბავშვის წამება და უყურ აბა ეხლა ნინოს ეხლა რამდენი მოთმენა არა სულად არ არის აუცილებელი შვილი ეხლა ჩემ წინ პატარა ბავშვს მოკლავდნენ აუცილებლად რაღაცას ვიმოქმედებ თუ შემეძლება ამიტომ ჩვენ უნდა სახარება გვესმოდეს მთლიანობაში ანუ ცოდვაში არ ჩამეთვლება ესე იგი აგერ წერია რომ ვაი იმას ვისგანაც მოვიდა ცდუნება კი არაცდუნო ეს ანუ ცდუნება ვისგანაც მოვიდა ის უფრო მეტი დამნაშავე არის ვიდრე ვინც ამ ცდუნებას ის დამნაშავეა მაგრამ მე რა მეშველება მე ჯვარი მწერია სიტყვაზე ვამბობ იმას რა ეშველება ვინც ეს ცოდვა ჩაიდინა იმას რა ეშველება იმას აქვს საშუალება რომ ის არის აუცილებელი თავდაცვა იმიტომ რომ იგივე არის სისხლის სამართალში გვაქვს და აქაც იგივე არის თქვენ იცით რომ აი დაუშვათ საომარი მოქმედებები აი დაუშვათ ვიღაცა სახელმწიფო იჭრება შენ ტერიტორიაზე შენ როგორც ქრისტიანული სახელმწიფო უნდა სთხოვო თქვა რომ ნუ შემოხვალ ჩემ ტერიტორიაზე დიახ შენ არ შეხვიდე მე არ მინდა შენთან ომი თუ მან გააგზელა და შემოვიდა მაშინ აი შენი ჯარისკაცი რომელმაც თავის მიწაწყალზე მოკლა მოხტურით ჯარისკაცი ის მკვლელი არ არის და ძალიან საინტერესო ისტორიულ ფაქტსაც მოგიყვებით საქმე იმაში არის თუ თქვენ იცით რომ ჩვენ წირვა როგორ ტარდება ანუ არის ტრაპეზი ტაძარში სადაც არის წმინდა ნაწილი ჩატანებული არის ოდიკი პატრიარქის ხელის მოწერით იმაში წმინდა ნაწილი არის ჩაკერებული და იქ ტარდება წირვა და იმაზე მხოლოდ შეგიძლია შენ მოახდინო წირვა და ძველად რევოლუციამდე 1917 წლამდე არსებობდა ყველა საჯარისო ფორმირებას ყავდა თავისი მღვდელი და გადამტანი ტრაპეზი გადასატანი და ხანდისხან აი საომარი მოქმედების შემდეგ ხო ეხლა იმ ჯარისკაცმა ხო საომარი მოქმედების შეიძლება ვიღაცები მოკლა მაგრამ
იქ მინდორში პირდაპირ წირვას დააყენებდნენ და ამ ჯარისკაცებს აზიარებდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ. ამით ათავისუფლებდნენ ხო, წოდებას. ანუ ამით იმდენად ეკლესია ოღონდ როცა შენ ეს ყველობა ჩაიდინე სხვა ჯარისკაცის შენ ტერიტორიაზე. შენ საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. და ამ შემთხვევაში ასე იყო და ასე აზიარებდნენ მათ. ერთ-ერთი ცოდვა არის სიგარეტის მოწევა. აი რატო ითვლება სიგარეტის მოწევა ცოდვად? მესმის რომ ჯანმრთელობისთვის ეს არ არის კარგი. აი ცოდვად რატო ითვლება? ქრისტეს დროს ხო არ იყო სიგარეტი? ხო, ამას ხშირად სვამენ, ვინც ეწევა ამ კითხვას. აქ სხვა რაღაც დიახ, არის. გისმენთ. საქმე იმაში არის, რომ ჩვენ ჩდებით იმ სამყაროში, ჩვენი სული და მოდის ამ დედამიწაზე და იმისთვის რომ აი ამ სამგანზომილებიან სამყაროში ჩვენ სულს კონდეს გამომჟღავნება და ჩვენ გავიაროთ ამ ქვეყნიური გამოცდა, ჩვენ ჩასახვის მომენტში ბიოლოგიური მშობლებისგან გვეძლევა ეს ბიოლოგიური ორგანიზმი, მაგრამ ეს არის ღმერთისგან საჩუქარი. ანუ ეს სხეული, რომელიც ჩვენ გვაქვს აი ეს სხეული, ეს მე არ მეკუთვნის. მე ეს სხეული არ შემიქმნია, ხო? ეს ღმერთმა იზრუნა, რომ მე ეს როგორც აი ამ ქვეყნიური სკაფანდრი, ჩემთვის არის ეს სხეული, რომელიც მე ღმერთმა მომცა. ანუ ეს არის ღმერთის საჩუქარი. ეხლა წარმოვიდგინოთ, ჩვენ შეგვიძლია ეხლა დავდგეთ და გავეჯიბროთ, ვთქვათ, რომ აი მე ყველაზე მეტად მიყვარს ღმერთი. აი ამ დედამიწაზე, ამ პლანეტაზე ყველაზე მეტად მე მიყვარს ღმერთი. კი, თქვა ადვილია, რომ ეთქვა ნენას ძვალი არ აქვს, მაგრამ რით ვამტკიცებ ამას? ღმერთმა მომცა აი ასეთი საჩუქარი და მე ამ საჩუქარს უდიერად ვექცევი. ანუ შეგნებულად ვაფუჭებ. და რაც მთავარია, ჩვენ არ უნდა მარტო სიგარეტის მოწევაზე ვისაუბროთ. ანუ დავუშვათ ადამიანმა არ მოწიეს სიგარეტი, მაგრამ დღეში 10 ჭიქა მაღალი კოფეინის შემადგენლობის ყავა დალია და გული გაიფუჭა. ესეც ზუსტად იგი, ანუ ნებისმიერი მრუშობა? ეხლა ეს ცალკე რაღაც არის, ხო? ანუ ნებისმიერი პროვოკაცია საკუთარი ჯანმრთელობის წინამდეგ ნებისმიერი ქმედება, რომლითაც შეგნებულად თანაც ეს არ არის საჭირო, აყენებს შენ სხეულს ზიანს, ეს არის ღმერთის შეურაცხყოფა. ანუ იმ ძალის, რომელმაც ეს სხეული შენ გაჩუქა. და წარმოვიდგინოთ, ღმერთმა მე მაჩუქა აი ასეთი დიდი საჩუქარი ეს სხეული და მე ასე უდიერად მას ვექცევი. რა უფლებით მე კიდე ღმერთს რაღაცას ვთხოვ? თქვენ რომ ვიღაცას ძალიან ძვირფასი საჩუქარი გაუკეთოთ. და იმან ის გააფუჭოს. და მეორე დღეს აი ძალიან უაზროდ გააფუჭოს. თქვენ მას რამეს გაუკეთებთ კიდე? არ გაუკეთებთ. და ზუსტად იგივე არის. ანუ ამ შემთხვევაში სიგარეტის მოწევა მის შემდეგ რაც დამტკიცდა და 2000 წელს სოფლიოში საუკეთესო ონკოლოგებმა დედამიწის ზურგზე ყველაზე გამოცდილმა ონკოლოგებმა ერთად გამოვიდნენ სხვათა შორის წარსდგეს მასმედიის წინაშე და ერთხმად გამოაცხადეს მოწევა და კიბო ეს არის ერთი და იგივე. ანუ ადრე თუ გვიან ნებისმიერ მწეველს ელოდება კიბო. და აქედან გამომდინარე ეს არის სოდვა. თორემ ანუ ადრე თუ საქმე რაში არის საერთოდ დედამიწის ზურგზე ძალიან მოიმატა რადიაციული ფონი. დიახ. და ამიტომ 2 საუკუნით ადრე ვიღაცა თქვენ წინაპარს რომ მოეწია ეს სიგარეტი და მარტო ფილტრების გამურვასთან რო ქონოდა საქმე, ამ შემთხვევაში უკვე სულ სხვა რაღაცები. ანუ რაც თქვენ იცით 45 წელს ქეროსიმაში და ნაგასაკის აფეთქდა 2 ბირთვული ბომბი, მის შემდეგ სულ ხდება რაღაცა ცდები, რაღაც გაჟონვები დედამიწის ზურგზე ძალიან სერიოზულად მომატებულია რადიაციული ფონი. ამის გარდა ჩვენ გვაქვს კიდე სხვა პრობლემა. აი ეს ფრიონი ეხლა უკვე ფრიონს აღარ აკეთებენ. მაცივერებში ადრე იყო ფრიონი. აი ეს ფრიონი როგორც კი გამოდის აერში, ის ადის ზემოთ და აზონის ატმოსფეროს აზიანებს და აზონის ატმოსფერო ეს ის ნაწილია, რომელიც აჩერებს მზის რადიაციულ სხივებს. და დღეს ის იმდენად შეთხელდა,
რომ მზის რადიაციას უკვე ვეღარ აჩერებს. Plus ჩვენგან რაც მოვიდა ჩერნობილის აფეთქება, მერე ეს იმაში მოხდა, ხერას იმაში ნაგასაკიში რაც მოხდა, მერე თქვენ იცით რომ იაპონიაში კიდე ერთი ის მოხდა ავარია, იმაზე დამავიწყდა ქალაქი სადაც მოხდა, ფუკუსიმაში რომ მოხდა და საერთოდ ძალიან ბევრი გაჟონვებია. აგერ ჩვენთან არის ლაბორატორია, რომელიც აკრძალულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ ასეთი ლაბორატორიები მის ტერიტორიაზე არ იქნება, მაგრამ არის საქართველოს და თბილისში აგერ. ეს არ მაგრამ აი რადიაციაზე მე ამ შემთხვევაში რადიაციაზე ვსაუბრობ. კი, მაგრამ იქაც რა ხდება? რადიაციას ეს რომ მაშინ უნდა შეგქონდეს რაღაცა რეაქტორი, ატომური რეაქტორი, ჩვენ ყარსანში ქონდა ატომური რეაქტორი, რომელიც გაიტანეს 90-იან წლებში. ეს სხვა არის. მაგრამ რაზე ვსაუბრობ, იცით? სხვათა შორის რო ვიცოდეთ ჩვენ, ცუდი ამბავი და სასომხეთში, ხო? დიახ. დგას ატომური ელექტროსადგური, რომელიც თბილისიდან არის დაახლოებით 280 კილომეტრი. შენ როგორც სამტრედი არის მოშორებული, ისე არის, ის არის. და ეს არის ერთი და იგივე პროექტი იმისი, რაც იყო იმაში ჩერნობოლის. ჩერნობოლი და სასომხეთის ატომური სადგურები ზუსტად ერთი როგორც ტყუპი ძმები ისე არიან. ანუ ერთი და იგივე პროექტი არის. და სხვათა შორის აფეთქების შემდეგ ჩერნობოლში ეს რომ მოხდა, რომ განიხილეს, ამათმა ნახეს, რომ ეს პროექტი იყო მანკიერი, მაგას ბევრი ძალიან სუსტი ადგილები ჰქონდათ და მის შემდეგ უკვე ამ პროექტით ატომური სადგურები აღარ შენდება. მაგრამ დღეს სასომხეთში რომელიც მოქმედებს, ეს არის ზუსტად ტყუპის სალი იმისი, რაც ჩერნობოლში დგას. ისე რომ ვიცოდეთ რა. ხო, მაგრამ ეს უკვე ცალკე საუბარია. და იცით, სხვათა შორის ერთხელ სასომხეთში ყოფნის დროს სიმპოზიუმზე ვიყავით, იქ მე მითხრეს თვითონ სომხებმა, ხა როცა სომეხი ამას გეტყვის, რომ როგორ გვიკვირსო ქართველების, ესე იგი, თქვენო აქედან წამოღებულ ხილს და იმას ყიდითო და ხმარობთო თქვენთანო და ჩვენო პირიქით საქართველოსდან მოგვაქო და რატო თქო რომ ვკითხე, რა მითხრა იცით, იმიტომ რომ ჩვენთან ეს ატომის გამო. აი მაგალითად გარგარი მაგალითად ყურძენი, რაც აი სტაფილო, ისინი მხოლოდ იქ ხარობენ, სადაც ეს და ამიტომ რატო ყიდულობთო და იმის მერე სხვა შორის კითხულობ, სომხურია თუ სომხურია, არაფერს აღარ ყიდულობ. მაგრამ რა ხდება, იცით, აღმათ კიდე უფრო ის არის, აქ საერთოდ თვითონ აი ამ რეაქტორის დამცავი მექანიზმები არის მანკიერი. ანუ რა ხდება თუ რაღაცა მოხდება, არა, შეიძლება იქ ახლა გადააკეთეს, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ცნობილია, რომ ეს ორი სადგური არის ტყუპის სალები და სხვათა შორის მერე უკვე როცა ის აშენდა ეს პროექტი მანკიერად იყო მიჩნეული თვითონ სპეციალისტების მიერ და მის შემდეგ უკვე სერიოზული ცვლილებები იქნა შეტანილი. მაგრამ ეხლა დაუბრუნდეთ ისე მოწევას. ანუ მთელ დედამიწაზე სერიოზულად მომატებულია რადიაციული ფონი. ეხლა ნახეთ რა ხდება თამბაქოს ფოთოლი. თამბაქოს ფოთოლი ისე როგორც სცენარი ძალიან ლამაზია. მე როცა ვნახე ძალიან მომეწონა როგორც სცენარი. მაგრამ რა ხდება? მისი სტრუქტურული უჯრედული ის არის ასეთი სტრუქტურა აქვს, რომ აი წარმოვიდგინოთ, რომ დავუშვათ რაღაცა ტერიტორია, სადაც არის თამბაქო და უამრავი, აი ვთქვათ, რომ ბოტანიკურ ბაღში იზრდება თამბაქო. დიახ. და დავუშვათ იმ ბოტანიკურ ბაღზე გადაიარა რაღაც რადიაცია. ყველა მცენარე რაღაც დონეზე შეიწოვს იმ რადიაციას, მაგრამ თამბაქოს ფოთოლი ყველაზე მეტად შეიწოვს იმ რადიაციას. იმიტომ სტრუქტურულად მისი უჯრედული სტრუქტურა ასეთია და შესაბამისად ის ყველაზე მეტად რადიაციას იწოვს, კიდაც მზის რადიაციას. და აქედან გამომდინარე, მერე როცა იმას გაახმობენ, მერე დაჭრიან, რაღაცას თამბაქოს გააკეთებენ და ადამიანი რომ მოწევს, აი ეს რადიაცია როდის გამოიყოფა? მაღალი ტემპერატურის დროს. და აი ამ ეს კვამლი, რომელიც ამოდის, ეს არის რადიაციული კვამლი. და მწეველი საკუთარ თავს პატარა ჩერნობილს უწყობს.
ყოველი სიგარეტი მისთვის არის პატარა ჩერნობოლი და მე მაგ სხვა კუთხით დამანახეთ ახლა და უფრო შეშფოთებული ვარ. ხო, ანუ ეს არის რადიაცია და რა ხდება, დავიტანებული. იცით რადიაცია როცა შედის, ის მარტო ფილტრებში არ შედის. რადიაცია იჟღინთება მთელ ორგანიზმში. და ღმერთ პარკნას ამ რადიაციამ მოძებნოს სხეულში ერთი სუსტი უჯრედი და გააპათოლოგოს. კი ბატონო, Всё, ეს არის ამიტომაც კიბოს არის დასაწყისი. ამდენი სიმსივნე. ხო, ეს არის კიბოს დასაწყისი. მამა გიორგი, და მე სხვათა შორის მაგ ძალიან კარგი მეთოდი თუ რომელიმე დაინტერესდებათ მე ძალიან ბევრს დავეხმარე სიგარეტის მოწევას დავანებებინე თავი და არის ისეთი არის მეთოდიკა და აი როგორ რანაირად თუ მე აუცილებლად შეგაწუხებთ მამა გიორგი. ხო ამაზე მე როდესაც როცა მოისურვებ კარგით მითხარით აბა მამა გიორგი, აი როგორი სიტუაციაა ახლა დღეს, ხო, საქართველოში ძალიან აი ამ ადამიანის უფლებებით ინიღბებიან და აი LGBT-ს გულისხმობ და მრუშობას. აი რატო არის მიუღე მე კი ვიცი, მაგრამ მაინც რომ ყველას უთხრათ, არის ესეთი მოსაზრება, კი, მაგრამ LGBT-ს წარმომადგენელი სხვა ადამიანია და რატო ზღუდავთ მის უფლებებს, ხო? როგორ იგივე მოდი ნუ განიკითხავ, მოდი მიუტევე. მეორე მხრივ არა და ეკლესიისთვის, ჩვენი დედა ეკლესიისთვის ეს მიუღებელია. ნუ ამიტომ აქ ჩვენ ნახოთ რა არის მისი აი იცით რა არის მე მგონი სამწუხაროდ ყველა მხარე ძალიან სერიოზულ პედალირებას უკეთებს ამ საკითხს და ამ დროს ეს საკითხი ასე მწვავედ არ დგას აი დავუშვათ როცა ჩვენ საუბრობთ რომ LGBT-ს წევრები იჩაგრებიან მოდით ახლა ვთქვათ რა სად იჩაგრებიან მივიდნენ მაღაზიაში და ზედაბულკი არ მიყიდეს ხო მიყიდეს ხილბოსტელში მივიდნენ არ მიყიდეს აი მაგალითად სკოლაში სასურველი არ არის ესეთი მაგრამ მოდით ასე არა მოდით ასე აღიარებული ის არა სკოლაში ბავშვებთან ურთიერთობებში ხო ნუ მაგრამ მე ვამბობ ეგზისტენციალურზე ვსაუბრობ ანუ დაუშვათ მაღაზიაში მათ ემსახურებიან მერე დაუშვათ ისინი კომუნალურებს უფრო მაღალი ტარიფებს იხდიან თუ არა? რა თქმა უნდა არა. კი ბატონო, ვიღაცა მოინდომა წავიდეს მართვის მოწობა აიღოს და უარი უთხრეს მართვის მოწობაზე არ უთხრეს. მთელი და რაც მთავარია ის ჩვენ რო ვამბობთ, მოდით ასე ვთქვათ, დღეს სოფლიოში სამწუხაროდ ხელოვნებაში ხელოვნება მათ ხელში არის. დღეს მოცარტი რო გამოჩნდეს და რამენაერად კავშირები LGBT-სთან არ გაასწოროს, ხო? მოცარტს არ დააწინა, არ მეტყვიან რომ არ ვარ, აი დღეს რო ახლა აი ზუსტი კოპიო ახალი მოცარტი რო დაიბადოს, დღეს ევროპაში კი, მაგრამ ამერიკაში შეიცვალა მიდგომები. ევროპაში ესეა. დღეს სოფლიო იმაში ვერ იმას. ამიტომ მთელი ხელოვნება მათ ხელში არის. ამიტომ რომ ვთქვა რომ უმუშევრები არიან და რაღაცა სამსახურებშიც კი ბატონო. ანუ პროპაგანდაა მიუღებელი. ხო, ერთადერთი, ეხლა მაინც და მაინც გინდა თუ არა აზიარებთ მაგალითად თქვენ და მიიღებთ აღსარებას. ესე იგი, არა, რა თქმა უნდა, რატომ? იცით? დიახ. საქმე იმაშია ჩვენ ხო ვიცით სოდომი და გომორა, მაგრამ ეხლა ნახეთ რა ის არის? ყველამ თქვა რომ ზოგიერთმა თქვა რომ ეს არის ძველი აღთქმა, მაგრამ ახალ აღთქმაში არაფერი წერია. არ წერია, ტყუილია. საქმე იმაშია რომ პავლე მოციქული, ანუ ქრისტე არის სიყვარული, ამიტომ ყველას უნდა ისაქვათ, მაგრამ პავლე მოციქული ამასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულად მე ხლა ზუსტად არ მახსოვს რომელმის იმაში არის ეპისტოლეში არის, მაგრამ ძალიან მკაცრად ამ თემაზე საუბრობს პავლე მოციქული. აქედან გამომდინარე ახალ აღთქმაშიც ეს ასევე აქტუალური არის და რაც მთავარია იცით რა შეასაქმე. ეს მიდის მოდი ასე ვთქვა, თავანებოთ თავის ზნეობას, ყველაფერს. ეს მოდის საერთოდ სამყაროს წყობის წინამდეგ. ანუ რა ხდება? ანუ ღმერთის მიერ შექმნილი? ხო, აი წარმოვიდგინოთ ღმერთმა რო თქვას, კარგი გინდა თქვენ LGBT, მოდი მივყვეთ ამ გზას. და დაუშვათ ცხოველთა სამყაროც გახდეს LGBT.
და აღარ ძროხები გამრავლდებიან, აღარც ქათამი არ ქათმებთან დადიან, მამლებთან, ბუღებთან, ძროხებთან დადიან. ხო ამოწყდა კაცობრიობა შიმშილისგან, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ არა მარტო ფაუნაში, ფლორაშიც იგივე არის. სცენარები არის მამრობითი სქესის და დედრობითი. და თქვენ თუ იცით, აი ვისაც აქვს ძალიან დიდი ბაღები, ეგენი ინახავენ ფუტკარს, კაია თაფლი აქვს, მაგრამ რისთვის ინახავენ ფუტკარს? იმისთვის რომ ამათმა გადაფრინდნენ მამრობითი იმიდან, ყვავილიდან, დედრობით ყვავილზე, რომ გაანაყოფიერონ. თუ არა და იმასაც ვერ მივიღებთ, რა ქვია. ხილ ბოსნეულს ხილსაც ვერ მივიღებთ. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ამას მიყევით, ხო? ღმერთმა, მაშინ ჩვენ შიმშილით ამოწყდება, ანუ რა ხდება, მაგრამ დავანებოთ ბუნებას. ფიზიკა არის ისეთი რაღაცა მოვლენა, რომელიც ეს არის ზუსტი მოვლენა არის. აი დავუშვათ ავტომობილი. ავტომობილი თუ ჩვენ გვინდა დავქოკოთ, ყველა ავტომობილში, გინდაც ელექტროში, გინდა იმაში დგას აკუმულატორი. როგორი არის აკუმულატორი, აბა? აკუმულატორი შედგება პლუსისგან და მინუსისგან. ანუ რა ხდება? აკუმულატორი რა არის? ეს არის პოტენციალთა სხვაობა. და განსხვავებული პოტენციალი ქმნის ენერგიას. აი რომ თქვენ მე რომ მოგიტანოთ და გაჩუქოთ 50 აკუმულატორი, რომელსაც აქვს მარტო პლუსი. და ვერ ვიხმართ. თქვენ ვერ დაგუქავთ მანქანას. და საერთოდ ორი განსხვავებული ქმნის ცლიანს. აი დავუშვათ, ავიღოთ, აი ეს ხო? რატომ შემიძლია შევკრა, რომ აქ ღილი და მაგ პეტლიჩკა, ხო? აი წარმოგიდგენთ რომ ორი ღილი რომ ქონოდა, ან ორი პეტლიჩკა. მე ამას შევკრავდი, ვერ შევკრავდი. და მთელი კონსტრუქცია რაზე დგას? საერთოდ სოფლიოში დიდი ყველაფერი, ძალიან ბევრი რაღაც ავტოშენებლობა, ხიდები, რაღაცა კოშკები, ყველაფერი ერთმანეთში მაგდება ბოლტ-გაიკით. ხო? ბოლტი და გაიკა ქმნიან ერთ ცლიანს, ძლიერს. აბა წარმოვიდგინოთ ჩვენ რომ ქონოდა მარტო ბოლტები, ან მარტო გაიკები. ჩვენ ვერაფერს აღარც ხიდი გვექნებოდა, არაფერი, არც ავტომობილი გვექნებოდა, არც ერთი კონსტრუქცია აღარ გვექნებოდა. ანუ ორი განსხვავებული აუცილებელია. აუცილებლად უნდა იყოს განსხვავებული, რომ შექმნას ერთი მთლიანი. აი სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა და ძალიან მინდოდა ხელოვნურ ინტელექტზეც მეკითხა ეს. ხო, ეს ძალიან საინტერესო თემაა და ეს არის ხმალი, რომელსაც აქვს ორმხრივი ასეთი ისა შეიძლება ეცეთ რა არის ხელოვნური ინტელექტი? ეს არის როგორც ბირთვული ისა ბირთვული რეაქცია. ხო, კაცობრიობამ შექმნა ბირთვული რეაქცია და ეს ბირთვული რეაქცია თუ ჩადე ბომბში, იმას შეუძლია მთელი კაცობრიობა გაანადგუროს, თუ ჩადე ელექტროსადგურში, მოდით ვაღიაროთ ჯერჯერობით, აი ჯერჯერობით ეს დამტკიცებული ფაქტი არის, რომ ბირთვული ელექტროსადგურზე მძლავრი არაფერი არ არსებობს. ანუ ყველა ქვეყანაში საბაზისო ელექტროენერგია არის ბირთვული ელექტროსადგურიდან და მერე დანარჩენი სხვა ელექტროსადგურები ავსებენ. მაგრამ დიდ ქვეყნებში, სადაც არის დიდი ხარჯი, ბირთვulis, ანუ წარმოვიდგინოთ, ბირთვული რეაქცია შეიძლება კაცობრიობა გაანადგუროს, მაგრამ ის ბირთვული რეაქცია დღეს კაცობრიობას აძლევს პურს. დღეს ჩვენთვის დენი არის პურზე მნიშვნელოვანი. ახლა დღეს ჩვენი გადაცემა რაკის შედგა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს დენი. ახლა აი მე პირდაპირ კითხვას დაგისვას, მოდით. თქვენ რა გირჩევნიათ, რომ რამდენიმე დღე პურის გარეშე იყოთ, ვიდრე დენის გარეშე? კი, მართალია. გეტყვით, რომ იტყვით, რომ პური არ მინდა დენი იყოს. აჰა, წარმოვიდგინოთ ის რაღაცა მოვლენა, რომელიც შეიძლება დედამიწა გახლიქოს შუაში აფეთქების შედეგად და საერთოდ შეწყდეს კაცობრიობის არსებობა და იგივე ის საგანი გვაძლევს გამოყენებული იყოს კაცობრიობის ანუ როგორ გამოიყენებ ამას შეიძლება ძალიან სწორი გამოყენება აი ზუსტად ხელოვნური ინტელექტი აი გააჩნია როგორ გამოიყენება აი ზუსტად მე ვადარებ აი ბირთვულ იმასთან და ამაზე უნდა ვისაუბროთ სხვათა შორის არის უკვე რაღაცა ცუდი მომენტებიც არის სხვათა შორის ამის ირგვლივ და არის ბევრი რაღაცა ელემენტარულად იცით რა არის ცუდი შეიძლება ჩვენი ტვინი დაიჟანგოს
იმიტომ რომ ადამიანი თუ ყველაფერს შეეკითხება იმ ხელოვნურ ინტელექტს, ის შეწყვეტავს აზროვნებას. და ეს არის მთავარი. ხო. და იქ კიდე ბევრი რაღაცები, მე შეიძლება ეს ხელოვნური იყოს თვითსწავლებადი და რაღაც მომენტში თქვა რომ რა თმინდა ადამიანი და ადამიანი საერთოდ თქვა მოდი გავანადგუროთ ხელს მიშლის. მაგრამ ამას სჭირდება დიდი ახლა მე ძალიან ისე დიახ და დროც აღარა გვაქვს. იმედი მაქვს რომ კიდე გვესტუმრები და ესეთ ეს ძალიან დიდი თემა არის და თქვენ თუ იმას ვიზავთ მე და ძალიან მთხილი, აი იცით როგორც ნახვთან აი როგორც აი გამნაღმელი რო მოდის და ნახვთან როგორ იქცევა, აი ზუსტად ჩვენი მხრიდან აი ასეთი საქმე. და აი ბოლო კითხვა. ნახეთ, როდესაც საუბარია მეუფეშიოზე, მოსახლეზე, პატრიარქის ხო და ისევე რაღაცა რუსულს და ისევ ის ნეოტროცკისტები აი ამ თემას ავითარებენ, ამითი ვერც ხვდებიან ან ხვდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენი პატრიარქის ხსოვნას. როგორ ფიქრობთ მიიღებს სინოდი? იცით რა შესაქმე? ნუ ეს არის როგორი მომენტი არის. იქ ხმას აძლევენ მხოლოდ ეპისკოპოსები. და მათი განწყობა და ეს ის არის ახლა ჩემთვის არ არის ცნობილი და მე ვთვლი რომ ეს ისეთი მოვლენა რომელიც ძალიან მალე გადაწყდება. ჩვენად მაისამდე. ხო, და აქედან გამომდინარე კითხაობა ეს იქნება არ ღირს, ნამდვილად არასწორი არის. დაველოდოთ ღვთისნებას, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის რომ უფალი სუფევს და შესაბამისად ღმერთის ნება როგორც იქნება, ღმერთის ნება აღსრულდება. მამაო, ჩვენო რომელი ხარ ცათაში, წმინდა იყავს სახელი შენი, იყოს ნება შენი და მოდი ნება შენი. ამიტომ ღმერთის ნება მით უმეტეს ასეთ მნიშვნელოვან საკითხში ღმერთის ნება იმოქმედებს და უფალმა იცის როგორ იმას იზავს და ჩვენ უნდა რაღაცა ასეც არის გარკვეული მორჩილება. იცით? ქრისტიანობაში ყველაზე მთავარ იმაზე პედესტალზე დგას მორჩილება. ანუ ის რომ შენ თავდაბლობა და მორჩილება და შენ როგორი მორჩილები და თავდაბლობით დაელოდები ამის გადაწყვეტილებას ეპისკოპოსები რასაც გადაწყვეტავენ. მე პირადად აი ძალიან თავშეკავებულად მორჩილებით ველოდები ამათ გადაწყვეტილებას და ნებისმიერი სინოდის გადაწყვეტილება იქნება ჩვენთვის მისაღები და დიდი მადლობა მამა გიორგი და აი როდესაც უკვე ყველაფერი გვეცოდინება და გვეცოდინება ვინ იქნება ჩვენი ახალი პატრიარქი, მე ისე გთხოვთ რომ მოვგზადეთ ჩვენთან და აი ამ და იმ ხელოვნურ ინტელექტს მართლა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, იმიტომ რომ ჩვენ დღეს აი ჩვენი 1000 საყოფაცხოვრებო პრობლემების გამო გვიჭირს ისავ ვქნათ დავხედოთ წინ, მაგრამ წინ ძალიან დიდი სერიოზული პრობლემა მოდის. დიახ. და ამიტომ ამაზე აუცილებლად ამაზე ბევრი გვჭირდება საუბარი სხვათა შორის. ძალიან დიდი მადლობა მამა. არაერთი გადაცემა. კი ბატონო. უღმესი მადლობა და გემშვიდობებით და მაყურებელს დასმენელს ვთქვი რომ ცოტა ხანში უკვე მორიგ სტუმართან ერთად დაბრუნდები.